დაივიწყე ის ტკბილი და კეთილი მილანა, რომელსაც ხვდებოდი. მე აღარასოდეს ვიქნები ისეთი გოგო. ძმაო, როგორც ჩანს, ახალი შეყვარებული დაგჭირდება. ღმერთო ჩემო, პატარა გოგონები მგონი გაგიჟდნენ. რატომ შეიცვალეს გარეგნობა? ძალიან თავხედურად გამოიყურებიან. კარგი, მეგობრებო, დღეს ტესტი გვაქვს. იმედია ყველა მზად ხართ. წარმატებები ყველას. გამარჯობა ბატონო მაქს. ჰეი გოგონებო, დღეს ტესტები გვაქვს. არ დაგავიწყდეთ ეს. მისტერ მაქს, რა გინდა? მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მაგარი ბიჭების გუნდში გადამიყვანეთ. ნუ იქნები ძალიან თვითკმაყოფილი. თუ ცუდად მოიქცევი, დამარცხებულთა გუნდში დაგაბრუნებ. მისტერ მაქს, არ ინერვიულოთ, ყველაფერი მაგრად იქნება. რა იყო ფაზლი? მისტერ მაქს თაფლავ იმისათვის, რომ გამოცდა ჩაგაბარებინოს? რა თქმა უნდა არა, ტესტი ჩემთვის პრობლემა არ არის. თუ გინდა მე შემიძლია დაგეხმაროთ კიდეც ამაში. ფაზლი ნერდი გახდი და ყველაფრის სწავლა დაიწყე, თუ რა ხდება? ფაზლი არის ნერდი. არა, მე არ ვარ ნერდი, მე არასოდეს ვიქნები ნერდი. მე წავალ და ვეტყვი აი იმ 4 თვალა ბიჭს, რომ დაგვეხმაროს ყველაფერში. გასაგებია? ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის სასარგებლო იქნება. არ ინერვიულოთ ძმებო, ყველაფერი კარგად იქნება. გაიგეთ ბიჭებო, მან ლუზერების გუნდი დატოვა და ახლა კამილის გუნდში გადაიყვანა მაქსმა. ძალიან ბრაზდები, მინდოდა სამუდამოდ ლუზერებთან დარჩენილიყო. ახლა ის ბედნიერი დადის და სულ მაგრად იქცევა. ჰეი ბიჭებო, შემიძლია ჩემი ჯოხით ვცემო ახლავე ფაზლი? მოიცადე. დაკ, არ არის შესაფერი სიდრო. ის მაგარ გუნდშია. შეიძლება პრობლემები შეგვექმნას. დაელოდე სანამ მარტო დარჩება და მერე დავიჭიროთ. ეს კარგი აზრია. მოდით დავუგდოთ ხაფანგი. ჰეი ბუშტო, ყურადღებით იყავი, თორემ წააგებ და ისევ ტირილს დაიწყებ. ჰეი ფაზლ, რა გინდა? არაფერი, ჯოხით დაგარტყამდი, მაგრამ ბიჭები ამის უფლებას არ მაძლევენ. ღმერთო ჩემო, და ვინ არის? უყურებთ? თავხედი გოგონები აქამდე არ გინახავთ? ღმერთო ჩემო, პატარა გოგონები მგონი გაგიჟდნენ. რატომ შეიცვალეს გარეგნობა? ისინი ძალიან თავხედურად გამოიყურებიან. გოგოებო, შეიძლება ვიკითხო რა არის მთელი ეს მასკარადი? ჰეი, გრძელფეხება გოგო, ეს მასკარადი არ არის. შენ ახლა მაგარი გოგოები ყავს თვალწინ. კარგად შეარჩიე სიტყვები. სანამ პატარა პირს გააღები. ფრეშ, რა სიტყვი? ასეთი თავხედი და მკაცრი რომ გამხდე მეც? არ მგონიო რომ შენ ასეთი ტიპის გოგონა იყო? კარგად არ მიცნობ, რეალურად მე თავხედი გოგო ვარ. კამილ, ხედავ რა ხდება? ძმაო, შოკში ვარ. ჩემი და ჩემი შეყვარებული თავხედი გოგონები გახდნენ. ღმერთო. გოგონებო, თუ ვინმე გაწყენინებთ, მაშინ მე დამიკავშირდით. ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, მომისმინეთ და დაიმახსოვრეთ. კიდევ ერთხელ ვინმე დაგვიძახებს პატარებს, ძალიან დიდ უბედურებაში ჩავარდება. მაგრად მოხდება თვალებში. დაივიწყე ის ტკბილი და კეთილი მილანა, რომელსაც ხვდებოდი. მე აღარასოდეს ვიქნები ისეთი გოგო. ძმაო, როგორც ჩანს, ახალი შეყვარებული დაგჭირდება. ფაზლ, გაჩუმდი? ჩვენ არ გვჭირდება შენი რჩევები. თქვენ პირველი იქნებით, ვისაც პრობლემები შეექმნება. კარგი, ეს მხოლოდ შეთავაზება იყო. რაჯანდაბაა, არ მინდა რომ კაცრი იყო. მინდა იყო ჩვეულებრივი მილანა, რომელიც ადრე მიყვარდა. შეგვე ძმაო, დიდი ცვლილებები იწყება კამპუსში. წავიდეთ აქედან. ძმაო? ამინა, მე ვაპირებ მშობლებს უთხრა, როგორც იქცევი შენ. ისეთი თავხედები არიან. უთხარი მათ, არ მაინტერესებს. ამ გზით ვერ შემაჩერებ.
არ მჯერა, გუშინ ისინი ნორმალურები იყვნენ და რა დაემართათ მათ ახლა? დაივიწყე, თუ მოინდომებს დაბრუნდება და თუ მას არ სურს ეს, შეგიძლია დაუახლოვდე მენდის. არ მინდა მენდისთან დაახლოვება. ყველა გოგო ასეთია. თავიდან ტკბილად მოგაჩვენებენ თავს და მერე უცებ გაუხეშდებიან ხოლმე. რა სიზამ, უნდა შეეგუო ამას. არ ინერვიულო ძმაო. შეხედეთ, მე ვარ ულვაშიანი ბეისბოლის კალათბურთელი. შემომხედეთ მე. ეს ხუმრობა მოძველებულია და აღარაა უკვე სასაცილო. ეს სასაცილოა ჩემთვის, სხვებისთვისაც. ასე არაა, გოგონებო? დიახ, ძალიან სასაცილოა. დაკ, შენ ძალიან სასაცილო ხარ. დიახ, მე შემიძლია ადამიანებს თავი უკეთესად ვაგრძნობინო. Dance, მოდუნდი ძმაო, არ ინერვიულო, ეს ახალისია. Living fast, over limit on the freeway, hope no cops pass. Had to dip off. Oh, გოგონებო, ნახეთ. გოგონებო, მართლა მოგწონთ ეს სისულელე? თუ ეს შენთვის სასაცილო არ არის, ადექით და წადი აქედან. სწრაფად ადექით ჩვენი ადგილებიდან. რას უყურებ? სწრაფად წამოდექით ფეხზე. შეგეძლო თავაზიანად გეკითხა. ვინც პირველი იკავებს ადგილს, მას აქვს უფლება, როცა უნდა მაშინ ადგეს. მოგიწევთ თავად მონახოთ ადგილები. კარგი იყო, კარგად გამოგივიდა. თავხედი გოგოები აქ არიან. მოდით, წავიდეთ აქედან, სანამ ისინი ჩვენთანაც მოვლენ. კარგი, ქათმებო, ადექით და გაიქეცით. ადექით. გადადით სხვა მაგიდაზე, ეს ჩვენი ადგილებია. როგორ დამტკიცებ, რომ ეს ადგილი შენია? ხო. მაგიდის ქვეშ სულ რეზინას ვაწებებ. იქ ბევრია. მაგრამ მაგიდის ქვეშ რეზინის დადება არ არის კარგი. მისტერ მაქსველ თვითონ ის გაიძულებს, რომ მოაშორო ყველა რეზინა. წადი და უთხარი. ჩამშვებო. მე არ ვარ ჩამშვები. ახლა გადადით ჩვენი ადგილებიდან. მალე. დაჯდომის საშუალებას არ გვაძლევენ. სულელი გოგოები. გინდათ ხუმრობა? არა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. მათ ნამდვილად ეშინიათ ჩვენი. დიახ, საჭირო იყო მხოლოდ გარეგნობის შეცვლა და ცოტა უხეში მოქცევა. ჩვენ ასე მოვიქცევით ყოველთვის. მეგონა ვთქვით, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდებოდა. გოგოებო, ჩვენი დევიზი, ჩვენ თავხედები ვართ. გამარჯობა დედა. დიახ, ყველაფერი კარგადაა. არ ინერვიულო ჩემზე. პატარა ბიჭი აღარ ვარ, მე უკვე თინეიჯერი ვარ. ხო, დედა, მე უკვე ვჭამე. ფრეშ, ნახე, მეც მაცვია ჟილეტი და სათვალე, ისევე როგორც შენ. მაგარია, როცა ბიჭს და გოგოს ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვიათ. ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი შავი უნდა მეყიდა. კაცს გოგო ტყობ და არ არის ჩემთვის კარგი. ეს ცუდი არ არის, შენ არაფერი გესმის. მე არ მიყვარს უხეში გოგონები. საკმარისია, შეწყვიტე საუბარი, წაიკითხე შენი წიგნი. კარგი, ნახვამდის კოცნი, დედიკოს ბიჭო, დედას მოახსენე ყველაფერი? რა? მე არ ვარ დედიკოს ბიჭი, დიდი ბიჭი ვარ, მე თინეიჯერი ვარ. ჰეი, ბუშტო, შეჭამე შენი ფაფა? დიახ, დედა, მე შევჭამე ჩემი ფაფა, მალე კატლეტებს პიურესთან ერთად შევჭამ, ლუზერი. გაგიჟდი დილან, თითქოს დედა შენს არასოდეს დაურეკავს შენთვის. რა გაქვს დედა ჩემის საწინააღმდეგო? შენ რა გაქვს დედა ჩემთან საწინააღმდეგო? ბიჭებო, დღეს ტესტი გაუქმებულია. მე გთავაზობთ კაფეში გასეირნებას. კარგია, კაფეში მივდივარ. დედა ჩემზე ნუ ლაპარაკობ, როცა ერთად ვართ. შენ კი დედა ჩემზე. ჰეი, დამელოდეთ. ჯანდაბა, მთელი დრო გამოცდისთვის სწავლაში გავატარე. ძმაო, არ ინერვიულო. შენ იპოვი ახალ გოგონას, დაუახლოვდები მას. კამილ, გინდა დაგეხმარო ახალი შეყვარებულის მოძებნაში? ახალი გოგო არ მჭირდება.
მე მილანა მიყვარს, მეგობრებო. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში, უნდა დაუახლოვდეს თუ არა კამილი ახალ გოგონას. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას.